აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო. პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა. სასათბურე მეურნეობები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი სააგენტოს ეკონომიკური პროგრამების სააგენტო, რომელიც ეხმარება ჩვენ დევნილ მოსახლეობას. ძალიან გვიხარია და საამაყოა, რომ ჩვენ დევნილები აქტიურად არიან ჩართულები ასეთ ტიპის ინიციატივაში. ჩვენ მომავალ წელს ძალიან შევეცდებით, რომ უფრო მეტად გავაფართოვოთ ეს პროგრამა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საპილოტო პროექტები, ესე ვთქვათ, უფრო მეტ მოთხოვნას გააჩენს ჩვენ დევნილებში და დასაქმების თვალსაზრისით ეს არის კარგი შესაძლებლობა. ახლა ცხოვრობ კოპიტნარის სამხედრო დასახლება ეგრეთ წოდებული. აქ ძირითადად არის სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ თქვენს ხედავთ რა ადგილას ვართ, დავწერეთ პროექტი, გავაგზავნეთ და დაგვაფინანსეს. რაც შეიძლება მეტი უნდა დავასახმოთ. აი ოჯახები რო იყოს კმაყოფილი, ეს აუცილებელია.